მოგესალმებით, მე გახლავართ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი რადიოლოგი ახალაძე ლუიზა. დღევანდელი დღის ჩვენს თემას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა. მოდით განვიხილოთ რა არის ულტრაბგერითი კვლევა. ულტრაბგერითი კვლევა ეს არის კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება მაღალი სიხშირის ტალღები და ორგანოებიდან მათი არეკვლის შედეგად ვიღებთ გამოსახულებას. პაციენტებს ხშირად აწუხებთ კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ეს კვლევა, ან არის თუ არა საჭირო სპეციალური მომზადება. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევისათვის წინასწარი მომზადება ნამდვილად არ არის საჭირო, ხოლო მის უსაფრთხოებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის სრულიად უსაფრთხო კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ვიღებთ გამოსახულების მაღალ ხარისხს. რას ვნახულობთ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის დროს? პირველ რიგში ვაფასებთ მის ანატომიურ მდებარეობას, არის თუ არა აგენეზია, აპლაზია ან ჰემიაგენეზია, ხდება თუ არა ექტოპიური ფარისებრი ჯირკვლის ქსოვი. ასევე ვაფასებთ ფარისებრი ჯირკვლის ფორმას, მოცულობას, კვანძოვან წარმონაქმნებს, ფასდება მწვავე და ქვემწვავე თირეოიდიტი, ხდება დიფუზური დაავადებების დიაგნოსტირება, როგორც არის ჰაშიმოტოსა და გრეივსის დაავადება, ხდება ფარისებრი ჯირკვლის ვასკულარიზაციის შეფასება, რომლისთვისაც გამოიყენება დოპლეროგრაფიული კვლევა. დღევანდელ აპარატებს აქვს ძალიან კარგი ფუნქცია ელასტოგრაფია, რომელიც გვეხმარება განისაზღვროს ქსოვილის სიმკვრივე, მოხდეს დიფერენციაცია კვანძოვანი წარმონაქმნის სიმკვრივესა და ჯანსაღი ქსოვილის სიმკვრივეს შორის. განვიხილოთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები, რომელიც ჩვენს პაციენტებში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. არსებობს კვანძოვანი წარმონაქმნების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც არის თაირაც კლასიფიკაცია, ხდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძების შეფასება ქულების მიხედვით. დღესდღეობით არსებობს უამრავი ქვეყნის მიერ მოწოდებული თაირაც კლასიფიკაცია, როგორც არის ამერიკის, ევროპის, კორეის, თუმცა ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ თაირაც კლასიფიკაციას, რომელიც ემყარება კვანძოვანი წარმონაქმნის სტრუქტურას, ასევე მის ექოგენობას, კონტურებს, ზრდის ფორმას, ეს არის ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ზრდა და კალციფიკატების არსებობას, არის მიკრო თუ მაკრო კალციფიკატები. თაირაც კლასიფიკაციას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმისთვის, რომ რადიოლოგებმა შევაფასოთ კვანძი, ეს არის ენდოკრინოლოგებისათვის პრედიქტორი. კონკრეტულად ამ თაირაც კლასიფიკაციით შესაძლებელია მოხდეს და დადგეს ბიოპსიის საჭიროებაც. ზოგადად ულტრაბგერა რეკომენდირებულია ჩატარდეს ნორმის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ კი არის კვანძოვანი წარმონაქმნები, საჭიროა დაკვირვება დინამიკაში. ზოგჯერ ხდება ბიოპსიის ჩატარების საჭიროებაც. ულტრაბგერითი კვლევა არის არა მხოლოდ კვანძების დიაგნოსტირებისათვის ჩატარებული კვლევა, არამედ რისკების სტრატიფიკაცია, რომელიც გვეხმარება დროულად აღმოვაჩინოთ წარმონაქმნი, მოხდეს მისი სწორი მენეჯმენტი და პაციენტისათვის კეთილსაიმედო გამოსავალის დადგომა. გისურვებთ ჯანმრთელობას.